ნაცვალადების გამგებელი ლერი დემეტრაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა გოგეშაშვილი სანზონის ნომერ 19 ნომერში კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულ მისამართზე თანადაფინანსების პროგრამით სახურავისა და ლიფტის შეკეთება უნდა განხორციელებულიყო. გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ესაუბრნენ, რომლის თანახმად ბინეთ მესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფონდიდან 10 მილიონი ლარი ჩამოიჭრა. მათი განცხადებით თბილისის რაიონის გამგეობები ვეღარ შეძლებენ იმ პროექტების განხორციელებას, რასაც წლების განმავლობაში თანადაფინანსებით ახორციელებდნენ. აღსპოთდა და სწორედ არის ითხოვს საკრებულოდან ამ რეაგირებას უკვე მიმდინარეობდა რემონტები, გზები იგებოდა, სახურავები კეთდებოდა, შიდა სარემონტო სამუშაოები, ლიფტები კეთდებოდა და უამრავი რამე კეთდებოდა, ამ დროს უამრავი პროექტი გაჩერდება. ნაცვალადების რაიონის გამგეობაში დაამთავრდა 10 სექტემბერს თანადაფინანსების შესახებ განაცხადების მიღება და სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ნახევარს ვერ დავაფინანსებთ, სამწუხაროდ უარი უნდა უთხრათ ამ პროექტებიდან სახურავებისა და კორპუსის შიდა კომუნიკაციების დაფინანსება შეწყდება და ამის არ დაფინანსება შემდგომში გამოიწვევს კორპუსის ავარიულობის ზრდას. პირადად ჩემი კორპუსი არის უმძიმეს მდგომარეობაში. მე 9 რიცხვში 9 სექტემბერს განცხადებითაც მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს და ველოდები. აი ეს არ არის რაღაც ისეთი საშუალო დონის სიმძიმის. ეს არის უმძიმეს, ჩემი დიდი თხოვნა იქნება და ჩემს უკან უამრავი ადამიანის თხოვნა, რომ ეს ძალიან კარგი პროექტი და ერთ-ერთი კარგი პროექტი შეუნარჩუნდეს ხალხს